მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ ასეთი გაშლა. რა ფორმატის ურთიერთობა სურს მას თქვენთან. კითხვები მაქვს, როგორც ყოველთვის, მაგრამ ჩვენ ვნახოთ ვისთვის იქნება, ანუ თქვენი სიტუაცია. განვნახოთ ახლა, რომ თქვენ მერე ტყუილა არ უყუროთ, ხო? ვნახოთ. თუმცა ტყუილა არაფერი არ ხდება, რადგან მოხდეთ ამ გაშლაზე, შეიძლება რამე მითითებებს მიიღებთ ისიც, რომელიც მე გამოგაგდებათ, ხო? ჩვენ ახლა ამ არხზე ბევრს საუბრობთ ხოლმე, ხო? როგორც მეორე არხზე. ეხლა ვნახოთ რა ხელა გამოვა და იმის მიხედვით დავდებ ან მოკლე გაშლაზე, ან გრძელი გაშლაზე. თქვენ კი მოემზადეთ. ვისთვის არის გაშლა? ვისთვის არის ეს გაშლა? ვისთვის? ჩემო ლამაზებო, ეხლა გეტყვით მე თქვენ, აქ არის სიტუაცია როგორი, იცით, თქვენ აქ ეხლა ნამდვილად აქ არის დაკარგული ურთიერთობა. აქ არის ურთიერთობა, სადაც ეხლა პრინციპში არაფერიც არ ხდება. შეიძლება ნახეთ როგორი მომენტი არის. სიჩუმე კი ბატონო, აქ არის ან შეიძლება როგორი მომენტი, იცით, ადამიანი არ გაძლევთ თქვენ იმას, რაც თქვენ გინდათ ამ ურთიერთობაში, არ გაძლევთ. შეიძლება თქვენ რაღაც, დაჟე როგორ გეტყვით, იცით, აქ შეიძლება იყოს სიტუაცია როგორი. თქვათ, იცით რა არის, არც ერთს არც მეორეს შეიძლება არ აკმაყოფილებს ის, რაც ხდება. რატომ? იმიტომ რომ აქ დაჟე იმას ვეტყვი, რომ ადამიანი შეიძლება თქვათ, ახლა გამოჩნდება, როცა ხდება რომ უკვე კარგავს, გამოჩნდება, მერე ადგება ისევ გაჩუმდება, შეიძლება აქ ეგეთი თვისებები, მოვა შეიძლება გეტყოს რომ всё, მე გადავწყვეტილება მივიღო, ყველაფერი კარგად იქნება, ერთად ვიქნებით, გთხოვმა პატია, ეს სიტყვები რაც გითხარით, არ უნდა მეთქვა შენთვის და ამიტომ აქ არის, ეგეთი შეიძლება მისვლა მოსვლები რა, რაღაცები დავშორდეთ, ისევ შევრიგდით ეგეთი თემები. პლუს კიდე, აქ არის როგორი მომენტი, როცა თქვენ ვერ იღებთ შეიძლება ადამიანისგან, ხო? აქ დაჟე უფრო გოგოს პოზიცია ისეთი არის, რომ ვერ ვიღებ იმ ადამიანისგან იმას, რაც მე მინდა. აქ არის კრიზისული სიტუაცია, თან ძალიან კრიზისული სიტუაცია, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ახლა ხართ შესული გაკვეთილში, ხო? და მაგიტომ არის რაღაცა, რომ თქვათ ახლა, აქ კითხვებს ნახავთ, ახლა ჩვენ რა პასუხებს მივიღებთ კითხვებზე, მაგრამ აქ გეუბნებით, რომ შეიძლება ყურადღებას ვერ გაქცეს, შეიძლება ვერ თქვათ, შენ გინდა ყვავილები, სიტყვაზე საჩუქრები, რაღაცა თქვათ მიმოწერა, რაღაცა მოკითხვა, არ არის. არ არის. ნახე დაიწყო. არ არის. და ამიტომ არის ესეთი სიტუაცია რა. ბევრი რაღაცა წენად. შეიძლება ამ ბიჭმას არ იცის როგორ მოიქცეს, გაიგეთ? არიან ახლა ადამიანები, ახლა ურთიერთობა არის ესეთი თემა, რომ უნდა ისწავლო, მაგრამ ყველა სამწუხაროდ არ სწავლობს. და ამიტომ არის ესეთი მომენტი რა. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ სინამდვილეში როგორი ურთიერთობა უნდა მაგას, გაიყოს ეს დასტა, ვნახოთ სინამდვილეში როგორი ურთიერთობა უნდა მაგას, სერიოზული თუ ისეთი ურთიერთობა, სადაც კომფორტული კავშირის გრძნობს, როგორი ურთიერთობა სურს მაგას, ხო? შემდეგი ვკითხოთ ახლა, ხედავს თუ არა შენში, შენს გვერდით მომავალში. საერთოდ ესეც ვნახოთ, თუ ეს უბრალოდ ახლა რაღაცა გასართობი ან რაღაც ეტაპობრივი რაღაც ეტაპი ხარ მაგასთან. ეტაპად გთვლის ადამიანი. არის თუ არა მზად პასუხისმგებლობის აღებისთვის ეს ადამიანი, ვნახოთ თქვენი პარტნიორი. მაგას როგორი ურთიერთობა უნდა, რომ სურს გქონდეს ოფიციალური ურთიერთობა თუ დავუშვათ ახლა ფარული ფორმატი. რამდენად ეშინია მას ღრმა გრძნობების, იმიტომ რომ ზოგი არის, ნახეთ, ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ზოგჯერ ვარდება, იმიტომ რომ რაც აქ ჩვენ ვთქვით, იმიტომ რომ არის, თქვათ, ეშინია, გრძნობის სიღრმეს ეშინია. გაიგეთ რა ხდება? ახლა ამას რა თქმა უნდა ბევრი მიზეზია აქვს, რატომ არის ეგრე.
მაგრამ ნუ აი არის ეგეთი შეიძლება იყოს ეგეთი ფორმატი, ნუ ტიპაჟი რა. შემდეგი ვნახოთ ახლა მისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი, თავისუფლება თუ კავშირი. ეგაც ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ. და გეგმავს თუ არა ეს შენს ერთად საერთოდ მომავალს და რა უშლის ხელს მას, რომ ღიად თქვას თავისი ნამდვილი განზრახვები. მე ვფიქრობ, კაი გაშლა იქნება ახლა. ნახოთ ახლა ჩვენ და კიდე დასტები მაქვს, თუ რამე გამომადგებიან და მეხმარებიან. დავიწყოთ ახლა ჩვენ. ანუ სინამდვილეში რა უნდა რა ურთიერთობა უნდა არ იცის. პენტაკლების პაჟი. პენტაკლების პაჟი არის მე მინდა, მაგრამ რა მინდა ჯერ არ იცის. ნუ პაჟს ახლა პრინციპში როგორ გითხრათ, ახლა ნახეთ, უფრო საერთოდ პენტაკლების მასწი არის როგორ იცით, რომ აი უფრო კომფორტი, უფრო კომფორტული მინდა. უფრო ანუ პენტაკლების პაჟი არის, როცა შეიძლება ადამიანი საერთოდ არ იყოს მზად სერიოზული ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ ეს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის არის ადამიანი. არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება მას არ ქონდა არასოდეს თქვა ახლა სერიოზული ურთიერთობა და ვაფშე არ იცის ეს რა არის, ხო? შეიძლება არის ახლა უბრალოდ აი ესეთი აი თავისუფალი ტიპი, შეიძლება ზოგი ახლა და აი 60 წლის იყოს და არ იცის ვაფშე რას ნიშნავს ახლა რომ სერიოზული ურთიერთობა, რომ რაღაცა უნდა შენს უნდა ჩადო იმ ურთიერთობაში, ხო? არა მხოლოდ თქვა ახლა მატერიალური გული, სული თქვა ახლა ეს ყურადღება, ეს ყველაფერი რაც ახლა აქ ჩვენ გვაჩვენებენ, რომ ეს არ გაძლევდეთ ყობა და იმიტომ რომ არ იცის, მაგრამ თვითონ პოზიცია არის ცოტა ისეთი რა, აი ძალიან ბავშვური. მოდით აბა ვკითხოთ მაშინ მაგას ახლა. აი აქ რას გულისხმობს ახლა, იმიტომ რომ ნუ თუ ეს ძალიან პატარა არის ახლა და даже თქვენთან შედარებით კი არა, შეიძლება თქვენ ახლა რა ვიცი მე ახლა ისეთი ადამიანი ან არასოდეს არ ქონდა ურთიერთობა, შეიძლება არ იცის. დაუშვოთ, ხო? ანუ რას გულისხმობ აქ შენ? ეხლა გეტყვით პენტაკლების მეფე მოვიდა. პენტაკლების დედოფალი. так, აბა რას გულისხმობ? აი გეტყვით მე თქვენ ახლა აქ რა ხდება გოგოებო, ჩემო სიხარულებო. ეხლა ნახეთ რა ხდება. რას ამბობს ეგ გაიცეთ? მე მინდა ვისწავლო ურთიერთობა. აი იმიტომ რომ ეს ადამიანი აქ ნახეთ. აქ თუ დავუშვოთ საჯარო გაშლა რადგან არის, მე ვეტყვი რამდენიმე ვარიანტს. იმიტომ რომ ნახეთ даже კიდე ვარიანტი მოვიდა. მოდით, კაი, დავიწყოთ. თუ დავუშვოთ ეს ადამიანი, თქვათ, თქვენ ცოლ-ქმარი ხართ, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე. ეხლა რამდენიმე ვერსიას გეტყვით. გამოვიდნენ ერთად, რა. და ადამიანი იძახეს, რომ თქვათ, მე მინდა რომ ჩვენ დავუშვოთ კონდეს კავშირი იმისათვის, რომ თქვათ ბავშვები ყავს, ხო? და ამიტომ არა ვარ მზად იმისათვის, რომ დავუშვოთ მე ეს, თქვათ, ბავშვების გამო დავკარგო ურთიერთობა. აი შვილების გულისთვის ვარ, დავუშვოთ. შემდეგი. თუ დავუშვოთ ეს ადამიანი არანაირად არასოდეს მაგას არ ყოლია, არც ცოლი და არც არაფერი არ შვილები. ესე იგი ეს ადამიანი იძახეს რა, აქ უკვე კივილი, წივილი გულის, ნახეთ, მე მინდა ვისწავლო ეს ურთიერთობა, მინდა უბრალოდ მე არ ვიცი მასწავლე რა, იმიტომ რომ უკვე ცუდათა ვარ. გამიგეთ? ეს აქ უკვე ისეთი მომენტი რომ აი უბრალოდ არ ვიცი როგორ არის ეს თანაცხოვრება. არ ვიცი მე მზად არა ვარ, აი მზად კი არა, არ ვიცი, მე ვცდილობ, მაგრამ არ ვიცი და რო არ ვიცი, აი ასე ადამიანი განიცდის, იმიტომ რომ ნუ არ გამომდის. გამიგეთ რა ხდება? არ გამომდის, მინდა, მაგრამ ვერა. შენ ხარ ჩემთვის ეს ქალი, რომელთანაც მე მინდა ვიყო, მაგრამ არ ვიცი როგორ. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი რაღაც ბავშვით გამომდის რა, ბავშვური რაღაცა ნაბიჯები გამომდის რა, ნუ ვერა. თუ არა და მინდა ვისწავლო, პაჟი საერთოდ ეს არის, როცა მინდა ვისწავლო. მიხვდეთ, ამიტომ ეს პენტაკლების პაჟი ეს არის უფრო ისეთი ენერგია, რომ აი მინდა რაღაცა, მინდა მომეცით რა, მაგრამ არ ვიცი, რომ სამიანი არის აქ. თუ ადამიანმა გიღალატა, იცოდეთ ხო?
აი აქაც აი უდიდესი განცდა აქვს, თუ დაუშვეს თქვენი ქმარი არის და თქვათ ახლა ნუ მოხდა ისე რომ სხვა დაუშვოთ გიღალატ. უნდა თქვენთან საუბარი, უნდა, იმიტომ რომ მიხვდა ყველაფერს, რომ სწორედ ნაბიჯი არ ქონდა გაკეთებული და ამიტომ ძალიან მშვენივრად კარგად ხვდება, რომ სისულელე გავაკეთე. გამიგეთ რა ხდება. მაგრამ აი პენტაკლების აი პასუხი ხო სერიოზული უნდა თუ უბრალოდ მაგას ახლა ნახეთ აქ რო იყოს სიტყვაზე პენტაკლების დედოფალი, კვერცხების მეფე, რაღაცა ეგეთი თემები, ვეთყოდი რომ ახლა უფრო ნუ სხვანაირი დონის. მაგრამ პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე. ანუ უნდა სერიოზული, არ იცის როგორ. არ იცის. აი პასუხი ეგეთია რა. ნახოთ ახლა ხედავს თუ არა შენს გვერდით ეს მომავალს და თუ ეს ხარა რაღაცა ეტაპი მაგის ცხოვრებაში. აი გეუბნებით რა, ძალიან მძიმე კარტი მოდის, ნახეთ, იმიტომ რომ ნამდვილად არანაირი ეტაპი არ ახარ თქვენ. აქ ადამიანი არის ძალიან დიდ განცდებში, აი პროსტა მოდით ვკითხოთ ახლა რატო გაქვს ასეთი განცდები, რა პროვოცირებს ახლა შენში ასეთ განცდებს, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი არის, იცით? შეიძლება მომენტს ფიქრობს, რომ ვაფშე დავასრულო, მაგრამ ეს მაგის გადაწყვეტილება და ფიქრი მაგაზე იმხელად ტკივილს, აი თქვენი დაკარგვაც მაგის იმხელად ტკივილს აჩენს მასში, რომ აი რა გითხრათ რა. აი პროსტა შოკში ვარ. ავიღე ამ დასტაში 10-იანი არის აქ. 10-იანი არის ხმალების, ამოვიღე სხვა დასტა 10-იანი არის ხმალების. რას გულისხმობ, მითხარი, რას? და ღმერთო ჩემო, მე-16 არკანი. ანუ რა არის ახლა ეს მითხარი, შენ ახლა პასუხი გამიცე, აქ ადამიანი არის ისტერიკაში, მეგონი დავარკვევ ახლა ასეთ იმას, რომ აი ისტერიკაში არის ეს ადამიანი. ეს გინდა რომ წავიდეს და რა გინდა? აქ ნახეთ როგორი სიტუაცია, აქ არის ადამიანის, გეტყვით, ნახეთ აქ როგორი სიტუაცია არის ახლა ეზოტერიკულად რო აგიხსნათ. ეთყობა ადამიანი ნახეთ არის ისეთ ზღვარზე, ახლა მის ცხოვრებაში მე-16 არკანი ეს არის როგორ პლუს კიდე 2 10-იანი ხმალების. გოგოებო, აი პროსტა მტერს არ უსურვებ მე აი ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. აი არ ვუსურვებ. ეს რა არის, იცით? ეს არის სიგიჟე. როცა ადამიანს არ შეუძლია რომ იფიქროს არაფერზე სხვაზე. როცა ადამიანში მიდის აი როგორი ტრანსფორმაციები, იცით? მან ეს ხედავს რომ მაგ გოგო მე მომცა გული, მომცა სული. და მე ვიცი რომ მე არ ვაკეთებ იმას, რაც მე უნდა გავაკეთო რა. მაგრამ მინდა რომ ვიყო ეს იმპერატორი მისთვის, მინდა, მაგრამ არ ვიცი რა გავაკეთო და აი აქ ახლა ჩართული არის მე-16 ენერგია. აი კოშკი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ერთულია, ძალიან რთულია, მაგრამ ეს არის როდის იცი, აი როცა უკვე უნდა მიიღო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ პაჟის როლში შენ ვერ იქნები ამდენი ხანი. აქ მოვედი ჩვენ იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი სული, განვითარდეს. რაღაცა აი თუნდაც ახლა ურთიერთობ ყველას თავისი ამოცანები აქვს, ხო? აი ამ ადამიანს მე უეჭველად დარწმუნებული ვარ, ასწავლიან აი აქ, რომ არ შეიძლება ურთიერთობაში თამაში. არ შეიძლება. შენ ან ჩამოყალიბდი, მithumetes თუ გიყვარს, ხო? არა აქვს მნიშვნელობა, რა სხვაობა არის. მენტალიტეტი, ფინანსები, რა ვიცი მე თქვა, ისე რა ქვია, ასაკი, რელიგია არ აქვს მნიშვნელობა. შენ იმიტომ გაძლევენ ამ ურთიერთობას, რომ შენ აქ რაღაცა უნდა გადალახო, რაღაცა უნდა ისწავლო, რა არ გაგიგიათ ისტორიები, რომ თქვა ახლა სადაც აი მეფეები რომ სკამებს ტოვებდნენ რა, იმის სიყვარულის გულისთვის, ხო? რამდენიც გინდა ისტორიები არის და კიდე აი სხვადასხვა ახლა რო არ ძალიან არ გავაგრძელოთ, მაგრამ ეს არის ზუსტად, რომ თუ შენ აქ მოგიყვანეს იმისთვის, რომ შენ ისწავლო სიყვარული, შენ გაიგო, ანუ არჩევანი გააკეთო, შენ რა გინდა? შენ გინდა რომ იყო, თქვათ ახლა ძალიან აი ისეთი პატიოსანი და ანუ პატიოსანი ყველა კაია პატიოსნობა, მე ვიძახე რას გულისხმობ, იცით, რომ აი მაგალითად აი წესებს მიუყვები, ხო? აი მეფესთვის არ შეიძლება რომ თქვათ შეუყვარდეს მოახლე, ხო? მაგრამ გაძლევენ ისეთ სიყვარულს, რომ ჭკუა გეკეთება და
მერლინ მონრო ხო კი ცნობილი მსახიობი იყო მაგრამ პრეზიდენტებს უყვარდა ხო სადე ვთქვათ ხო და ეგეთი რამდენი გინდათ ხო სიტუაციები მაგრამ აი ეს არის ზუსტად რომ ადამიანი ცუდად არის ვერ იღებს გადაწყვეტილებას მაგრამ აიძულებენ აქ მე გეუბნებით მტერს არ ვუსურვებ მაგრამ მისგან აქ ზრდიან იმპერატორს ვინ არის იმპერატორი ადამიანი მამაკაცი რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რომელიც აკეთებს იმას რაც მას უნდა და მართავს თავის ცხოვრებას ისე როგორც მას სურს და ვინც არ უნდა იყოს ვინც რა არ უნდა უთხრეს მას აქვს თავისი აზრი ყველაფერზე და აი ამას პაჟედან ზრდიან წარმოიდგინეთ თქვენ იმპერატორს ეს არის რაღაცა არ ვიცი რა ეს არის ოპერაცია რომ გაჭრა აი ასე ნაკუც და მე რა ვიცი შეკერო რაღაცა აი ძალიან დიდ ტრანსფორმაციას განიცდის აქ თქვენი პარტნიორი იცოდეთ იმიტომ შეიძლება აქ ასე რაღაცები რომ აი არც ჩანს არის მან არ იცის რა გზა აერჩიოს თუ არა და აქ რაღაც ისტერიკა მე მესმის რა ის ისტერიკა ნახოთ არის თუ არა მზად აიღოს პასუხისმგებლობა თქვენს ურთიერთობაზე კი ну ეხა ნახეთ აი სუგულით ვცდილობთ ანახოთ ცოტა მიჭირს ქართულად რომ აი სულ ყველაფერი გადმოგცეთ რა რომ რა არის იცით გოგოებო აი თქვენ გეუბნებით რა მე მყავს აი ძალიან ბევრი ბიჭები შემოდიან ჩემთან კონსულტაციაზე და აი სულ მაგას ვამბობ რომ უდიდეს პატივს ვცემ რატო და გამიკვირდა რომ ეხლა ამ ბოლო დროს რაღაც ბევრი ბიჭები წამოვიდნენ და მე როცა ვხედავ მაგათ თვალებზე ცრემლებს აი ეს არის რაღაცა იცით რა ძალიან დიდი პატივისცემით ვებრყობე ამ ადამიანებს იმიტომ რომ ეს კაცის აი სიყვარული მე ძალიან ვაფასებ კაცებს სიყვარულს იმიტომ რომ სულ სხვანაირი არის თუ ნამდვილად უყვარ ხარ სულ სხვანაირია გაიგეთ რა ხდება და ანუ მინდა რომ თქვენს გაიგოთ რომ ისინი ზგადენ თუ უბრალოდ даже ჩვენზე რთულად რომ იცოდეთ ეგენი გადიან ამ გზებს იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საშუალება მე სულ ვეუბნები ხოლმე რომ აგერ უყურებთ საჯარო გაშლებს ყველა ბიჭი ვერ უყურებს ზოგი ვაფშე არ იცის თუ არის რაღაც საჯარო გაშლა ხო ზოგმა კი შეიძლება არც წავა თქვა ზოგი არ წავა თქვა არც ტაროლოგთან და даже არც მკითხავთან არ წავა მიხვდეთ რა ხდება ამიტომ ეს ტაროლოგი ახლა უფრო ღრმად ფსიქოლოგიურად ახლა შედის სიტუაციაში წარმოიდგინეთ შეიძლება даже არც სხვანაირები არიან ამიტომ ეს ახლა აი მე შემიცხოთშუს დავაკვირდე რომ არა აქვს მნიშვნელობა ეროვნებას აქვს მნიშვნელობა თუნ ადამიანს რა და მის ბუნებას ხო და მაგრამ უჭირთ მაგათ და ჩვენ ახლა უბრალოდ აი ეს გვაქვს კლიშე ის კაცი ვალდებულია კაცმა ის უნდა ქნას კაც აი რამდენად რა ტკივილი მოდის იცით ბიჭებისგან როცა აი იქცევა ყველანაირად ახლა ის ფიქრობს რომ მე მასე მე ვთვლი რომ სწორად ვიქცევი მაგრამ ამიხსენი მაშინ რა უნდა გავაკეთო კიდე რომ მისი გული დავიბრყო და აი ვთქვათ ვიყო მის გვერდით გაიგეთ ამიტომ მე მასე კი ესე რა ქვია აი საერთოდ ნეიტრალური ადამიანი ვარ მაგრამ გეუბნები უნდა ადამიანს აი აქ თქვენთან ნამდვილად უნდა პასუხისმგებლობა უეჭველი უნდა უბრალოდ ზის და არ ვიცი ისე აქ სწავლობს ადამიანი გამიგეთ სწავლობს თუ არ უნდა აიძულებენ იმიტომ რომ უდიდესი ტკივილი არის აი აქ ნახოთ ახლა ჩვენ როგორ უნდა მაგას ახლა ოფიციალური თუ უფრო ფარული ფორმატი უნდა აქ როგორი მომენტი არის ახლა რო გითხრათ რომ აქ ადამიანს ფარული უნდა არა აქ даже როგორი თემა აქ ცხრიანი პენტაკლების უფრო ვეტყოდე რომ ისე როგორც თქვათ ახლა მას უნდა მას თუ ორივეს ანუ აქ როგორი თემა არის იცით აქ ადამიანი პრინციპში არ შეზღუდავს აი შეიძლება აქ მე ვერ ვხედავ იმას
კომფორტული ურთიერთობა, მოდით ასე ვთქვათ, უნდა მაგას. კომფორტული, თან ისეთი კომფორტული, რომ ორივესთვის რომ იყოს საჭირო. თან მე შემიზეგით რომ აქ ადამიანი არ აპირებს თქვენს დამალვას, აი თუ დაუშვოთ, გაიგებს ვინმე საზოგადოება და ზოგისთვის შემიძლია თქვა, რომ აქ მზად არის, რომ თქვა დაუშვოთ საზოგადოებაც გაიგოს თქვენზე, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში რომ დაუშვოთ, რაც არ უნდა იყოს, აქ ადამიანს ნამდვილად აი ეს ფარული ფორმატი არ უნდა. აი რო გითხრათ რომ არავინ არ დაინახოს, არავინ არ გაიგოს, ეგეთი რამე არა. იმიტომ რომ თქვენ იმდენად ძვირფასი ხართ, იმდენად სხვადასხვა აი ესეთი ქალი ხართ, აი რომელიც ამას უბრალოდ რო გრაუნდა, იცი რომ არავინ არ დაგინახოს. აი ეს უნდა. იმდენად ლამაზია, იმდენად კარგია, იმდენად წარმატებულია, იმდენად რაღაცას მარტო მე მინდა ვიჯდა უყურო მაგას. მაგრამ თუ დაუშვათ ეხლა მას უნდა რომ ჩვენ ეხლა უცხოებმაც დაგვინახო, ნუ არ არის პრობლემა. აქ მასში რაღაცა შეიცვალა სხვათა შორის, თუ ადრე იყო სხვა ფორმატში, ნუ აქ რაღაცა იმდენი ლექცია წაგიკითხეთ, ხო, რაღაცა შეიცვალა, რომ მიხვდეთ რა შეიცვალა, ხო? აქ არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, უდიდესი. აი ძალიან შეცვლილი ეს ადამიანი ეხლა. აი თუ დაუშვათ, დიდი პაუზა გაქვთ, ან რაღაცა თქვა, არა გაქვთ კონტაქტი, იცოდეთ რომ აქ მე ხო გითხარით ეგრევე ბევრი მეხუთე ენერგიები წამოვიდეთ, არის სიგნიფიკაცია, ეს ყოველთვის კრიზისი, რომელშიც აი ანუ მიდის რაღაც აი ტრანსფორმაცია, პლუს კიდე სულიერი ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს. აქ შეიძლება ადამიანი მატერიალურზე იყო, ხო? უფრო თქვათ ეხლა მიმართული, მაგრამ აი აქ იმენა ასწავლენ სხვა რაღაცებს ამ ადამიანს, რომ კიდე სულიერიც არსებობს და არა მხოლოდ მატერიალური. კი, აქ სულ შეიცვალა ამ ადამიანს, вообще ვერ იცნობ, მგონი თუ გამოჩნდება ეს ადამიანი, თუ ვერ იცნობ. ვნახოთ ეხლა აი ზუსტად აი ეს ეშინია თუ არა შენთან ღრმა გრძნობების იმპერატორი არა, არანაირი იმპერატორი არ ეშინია. არავითარ შემთხვევაში ამას არაფერს არ ეშინია. აქ არის უკვე როგორ იცით არა, ნუ იმპერატორი სტაბილური ტიპია რა. არა, არავითარ შემთხვევაში პირიქით თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მას უნათებთ გზას, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მას აძლევს ენერგიას და ნამდვილად ეხლა მაგას არა, მაგიდაჟე, აი აქ მე ვერ ვეტყვი, რომ ადამიანი თქვათ, ნუ შეიძლება იმდენს რაც თქვენ გინდოდათ არ გეუბნებოდეთ, ეხლა თქვათ, მიუყარხარ და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ადამიანი არ არის ეხლა იმპერატორი როგორი ტიპია, იცით, მაგას ეხლა პრინციპში თავისი მე აქვს ამ ადამიანს და ამიტომ აქ მე არ ამგონია რომ ადამიანს ეშინოდეს თავის ნუ თქვენთან ეხლა გამოხატვას ანუ სიღრმეს რა არა იმიტომ რომ აქ ნახეთ ამას შეიძლება გქონდა ადრე მე იმიტომ გითხარი შეცვლილი მოვა ამას გქონდა ალბათ ეგეთი რაღაცა მაგრამ ადრე მაგრამ აქ ადამიანმა რაღაცები დაამუშავა და მიხვდა რომ სიყვარული აი აქ დაჟე როგორ არის იცით ადრე თუ ეშინოდა მაგას ხო ადრე თუ ეშინოდა მან აქ რაღაცები ეხლა ისწავლა წაიკითხა მოусმინა რა ვიცი გაიარა აქ ეს ბნელი ღამეები იმისთანები რომ ღმერთო აქ შეიძლება ადამიანს вообще არ ძილი არა აქ არაფერი შეიძლება კოშმარები ის იზმრება და რო გაიღვიძებს ჭკუაზე არა ეს სადავარ вообще საერთოდ რა ხდება გამიგეთ რა ხდება აქა ხო და ამიტომ აქ ხდება ეგა რომ აი არ ვიქცეოდი მე ისე როგორც ეხლა თქვა უნდა მოქცეული იყო არ ვაკეთებდი მე აი სწორი ჩემი საქციელი არ არის სწორი რასაც ვაკეთებდი ეს არ იყო ხო ის რაც უნდა გამიკეთე და ამიტომ აი აქ ისეთი მუშაობა მიმდინარეობდა რომ ნამდვილად აქ ადამიანი ახლა უკვე ნამდვილად მზად არის იმისათვის რომ აი სუფთა გულით მოვიდეს თქვენთან ეს უეჭველი რა ვნახოთ ახლა მაშინ რა არის ახლა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ანუ თავისუფლება თუ კავშირი ამისთვის მნიშვნელოვანი არის სიყვარული აქაც ნაჩვენა პაჟი არის ხო და აქაც აი ამისთვის მნიშვნელოვანი არის სიყვარული აი შემიძლია გითხრათ ეხლა აქ ნუ მაინც ვკითხოთ ჩვენ ახლა თავისუფლება თუ კავშირი როცა სიყვარული არის უკვე აქ თავისუფლებაზე რა მოგახსენოთ მაგრამ
გოგოებო, ეს ამბობს რას? მე სულ შევიცვალე, აი ხა მეუბნე, მე სულ სხვანაირი ვარ. მე ბევრი რამე გავიცნობე, მე ეხლა ვარ მზად ახალი ცხოვრების, ახალი ქმედებისთვის. ნამდვილად, მე შევიცვალე, მე სხვანაირი გავხდი, კი. აქ ადამიანს უნდა თანაცხოვრება, ურთიერთობა, ენერგიების მიმოცვლა, ანუ მონაწილეობა, ასე რომ ვთქვათ, ურთიერთობაში უნდა კიდე რა გინდა. კი, აი კიდე ის იმას ახლა მე არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ შენ ისეთი ჭკვიანი ხარ, შენ მიმიყვან მე იქ, სადაც ჩვენ კარგად ვიქნებით. მაგას უნდა რა, თქვენ იყოთ კარგად, ეს უნდა მაგას, ხო? მაგრამ ჯერ შეიძლება მე ვსწავლობ ამ ყველაფერს რა, მე ვსწავლობ, მე მოყვები შენ გზა გამინათე და მე მოყვები შენ. ნახეთ რას ამბობს. ნახოთ ახლა გიგმავს თუ არა ის მომავალს თქვენთან. აი ეს უკვე პასუხი. კი, იეროფანტე ეს არის ზუსტად უკვე. ზოგისთვის ახლა ოჯახიც უნდა, ზოგისთვის, ნუ ყოველ შემთხვევაში აქ მე შემიძლია თქვა ადამიანს უნდა სერიოზული ურთიერთობა. აქ ადამიანმა მიუხვდა ყველაფერი ეს თქვენი თქვა სხვაობები, რაც მე ჩვენ ვილაპარაკეთ, კი, იმიტომ რომ აქ ადამიანმა ისეც მიხვდა რომ თქვენს გარეშე ამ სიყვარულის გარეშე არ შემიძლია, არ შემიძლია, იმიტომ რომ მე ისე დამაგდო და ისე ავანტყოფურად განვიცადე ყველაფერი, რომ მე მინდა გამოვიდე ამ მდგომარეობიდან და მე მინდა შევცვალო, მე მინდა ჩემი მომავალი იყოს აი ჩემ ვარსკვლავთან, მე მოვდივარ შენთან და შენთან მინდა ეს ურთიერთობა და აქ ნამდვილად ადამიანი ძალიან შეიცვალა, იმიტომ რომ გამოდის ეს ადამიანი, გაიარა აქ ძალიან დიდი კრიზისი, უეჭველი სიყვარულში, გაიარა აქ სიყვარულს ასწავლებდნენ ადამიანს, უეჭველი სიყვარულს ასწავლენ, ამიტომ ამას უნდა რომ თავისი მომავალი ქონდეს აი ნამდვილად თქვენთან ერთად, კი, пожалуйста. არჩევანი მაგან გააკეთა თავისი არჩევანი გააკეთა გულით, კი, უნდა შანსი იმისათვის, რომ თქვენ იყოთ ვისასაც აქტუალური და შვილებიც კი უნდა, შეიძლება, მაგრამ იმასაც ამბობ, თუ არ იქნება და თუ დაუშვათ ახლა შენ უკვე არ შეგიძლია, თუნდაც არ შვილი მინდა შენგან, უბრალოდ ვიყოთ ერთად. აი ეს უნდა ამ ადამიანს რა. უკვე დაჟე თუ დაუშვათ ახლა საზოგადოება იყო უვარზე, თუ დაუშვათ ახლა საყვედურს ეუბნებოდ, თუ დაუშვათ ახლა ნათესავები რაღაცებს ეუბნებოდნენ, რომ თქვათ, მიდი ბიჭო, ახლა რაღაცა გააკეთე და მიდი ახლა ცოლი მოიყვანე და მიდი თქვათ რაღაცა ეგეთი მომენტები. ხო, აი ამასაც არ მაინტერესებს არავისი აზრი, არ მაინტერესებს, იმდენად მენატრება და იმდენად მინდა და იმდენად უკვე ცუდად ვარ იმ დონეზე, რომ აი მარტო ყოფნით, რომ მინდა მე ჩემი ბედნიერება, მე რაც მინდა, რომ მაგეთყობა აქ უსმენდა ნათესავებს, შეიძლება უსმენდა თქვათ ახლა თავის, ვიღაცა საზოგადოებაში მეგობრებს, რა ვიცი, ვიღაცებს და უკვე აი ჩემი ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო, აღარ მინდა უკვე არავის უყურო, იმიტომ რომ დავიღალე, დავბერდე უკვე ეს ანუ ჩემს თავს ვეღარ ვცნობ რა. ვერ ვცნობ ამდენი ფიქრებით, ამდენი ტკივილით, ამდენი რაღაცებით, აღარ მინდა გამოვიდე და უკვე მინდა რომ ვიცხოვრო, თავიდან დავიწყო ჩემი ცხოვრება და ვიცხოვრო ისე როგორც მე მსურს, როგორც მე მინდა რომ აღარავისი აზრები მე არ მაინტერესებს. რა უშლის ხელს მაგას ახლა რო გახსნათ. რა უშლის ხელს პრინციპში არც არაფერი არ უშლის ხელს ახლა, იმიტომ რომ აქ ახლა უბრალოდ რა არის, იცის შეიძლება ერთადერთი ის უშლის ხელს თქვენ თუ გინდათ მაგასთან ეს ყველაფერი, ეს კი მზად არის, მაგრამ არის ის თქვენ რამდენად მაგას აპატიებთ, თქვენ რამდენად მაგას მიიღებთ, თქვენ რამდენად გჭირდებათ ეს ადამიანი, აი ასეთი განულებული, ასეთი შეცვლილი, აი მაგას უფრო ფიქრობს ეს ადამიანი რა. ვკითხოთ მაშინ, აბა იქნება შენგან რა მექმედება? რას ელოდები აქ? იცით რა არის, კი, ნამდვილად ეხლა, აი მაგას შიშია გოგოებო, მაგან არ იცის რა გააკეთოს, მაგას ეშინია, უზომოდ ეშინია, რომ ნახეთ, ერთი წამია. მაგას შეიძლება ფიქრობს, რომ მე კი დაუშვათ, მე მივწერო, მე დაუშვათ რაღაცა გავაკეთო. მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ ის უკვე აღარ მიმეშვებს მე თავის თანთან რა, აი უკვე მან დაამთავრა ყველაფერი და რაც არ უნდა გავაკეთო, ხო? არაფერს არ იღებს თუ არა და მე ნამდვილად უკვე შევიცვალე და მინდა ნამდვილი
გულწრფელი სიყვარულის გამოხატვა, სერიოზული ურთიერთობა მინდა, ძალიან მიყვარს და მინდა მოსვლა და კი, აუცილებლად ეს ადამიანი გამოჩნდება, აუცილებლად, იმიტომ რომ აქ სიყვარული გაიმარჯვა. კი. და მოდით აბა ვნახოთ, თქვენთვის რჩევა, გოგოებისთვის რჩევა. გოგოებო, აქ ნახეთ რა ხდება, რას მეუბნებიან, რომ მერე რას რა უნდა გნოს. ანუ ნახეთ ეს ადამიანი რომ მოვა, დაუშვათ გამოჩნდება, ხო? ნუ აქ რას ვეთყოდი, იცით, მოითხოვთ იმაზე მეც ჯერ, ნახეთ, აქ მოდის ძალიან აი და როგორ არის აი როცა ნაიარები რო აქ ადამიანს ხვდებით რა, ძალიან ესეთი ადამიანი მოდის, რომელმაც აი მაგასთვის ნახეთ, რაც ეხლა მან გამოიარა, გოგოებო, ეს წარმოიდგინეთ როგორი თოლფასი, იცით? აი ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო, ახლა მე კიდე ტარო უფრო თქვენთვის ისტორიას კიდე მიყვება, რომ მაგან მოიხსნა ყველანაირი ნიღაბი. იმისათვის ეს რო გაეკეთებია, აი მაგან მიხვდა რომ მე არასწორად ვექცეოდე, არასწორად თქვათ ახლა აი სულ თქვათ შეიძლება ეჭვიანობდი, შეიძლება სულ რაღაც ბრძოლობდი, სულ რაღაცა შიშები მქონდა, სულ რაღაც აი ეს ნიღაბები მოვიხსენი, გაიგეთ მე და ეხლა მე ბევრი რაღაცა აი გადაწყვეტილებაც მივიღე, ბევრს ფიქრობდი, ბევრს კითხულობდი, ბევრს რაღაცებს უყურებდი, შეიძლება მანძილი იყო, შეიძლება თქვენ იყავით თქვათ, ნუ ამასთან ესეთ რო არა ხართ, აქ ახლა უეჭვე, მე ბევრს ფიქრობდი ძალიან და ამიტომ შენ ხარ ჩემი იმპერატრიცა, შენ ხარ ჩემი იმპერატრიცა და მე იმპერატრიცაზე ვეკითხები, ჩვენ ახლა აქ რჩევას და თქვენ კიდე რას მიყვებით რა. თუ იქნებათ გოგოებო, ნახეთ, აი აქ გეუბნებიან, შვიდად წყნარად მიიღეთ, პირველ რიგში თქვენ გეუბნებათ, რომ ისე ვისი გააგრძელეთ თქვენი განვითარება, ისე ვისი ანუ შედეთ ისეთ ენერგიებს, სადაც მე კარგად ვარ, მე მშვენივრად ვარ, მე აი ძალიან აქ არის როგორ იცით, აი თქვენ ხართ ესეთი ადამიანი, მკურნალი, მზე ხართ რა, ნუ კი. და ის ნუ მიეჯაჭვებით რა, აი ეს მიჯაჭვლება გაუშვით, ეს აღარ გინდათ. უბრალოდ აქ ვეუბნებიან რა, შენ თვითონ აირჩევანი გააკეთე. თუ შენ თვლი რომ შენთვის ეს ურთიერთობა მოგიტანს ბედნიერებას, თუ შენ ეს ადამიანი, ნუ მოგიტანს ეს, თქვათ, შენ თუ გინდა, აქ თქვენ ვეუბნებიან რომ შენ თვითონ მიხვდები რა, ანუ გინდა ეს ადამიანი, რომ შენ ესეთი ხალი ხარ, რომ აი ანათებ, ბევრს უნათებ, ძალიან ბევრი, ანუ ძალიან თვითონ დამუშავებული ხარ, ხო, შენ თვითონ ძალიან აი, ნუ ძალიან მაგარი ხალი ხარ, მოდით ასე რომ თქვა და ამიტომ ეს იქნება შენი გადასაწყვეტი რა, შენ რას იზავ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა პრინციპში მაღალი ძალები კი მუშაობენ მასზე ძალიან, მაღალი ძალები მას თქვენთან გამოაგზავნიან, ყველა ვარიანტში მოვა თქვენამდე ეს ადამიანი, მაგრამ აქ უკვე თქვენ რას იზავთ, თქვენ უკვე შეგიძლიათ აქ ან ეს ადამიანი თქვათ მიიღოთ, ან არ მიიღოთ, ან დაუჯეროთ მას, ან არ დაუჯეროთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ახლა ნამდვილად შიშები ძალიან ბევრი აქვს და იმიტომ წელს. გოგოებო, აქ ბიჭის თემა არის. აქ თქვენზე დამოკიდებული, თუ თქვენ დაუშვათ მის შეთავაზებას მიიღებთ, რასაც ეს მოგწონთ, თუ თქვენ დაივიწყებთ იმ კივირს, რაც მან მოგაყენა თქვენ, ხო? თქვენ თუ დაუშვათ კიდე გიყვართ ეს ადამიანი და მაშინ და თქვენ თუ უკვე ეს სირთულეებიდან გამოხვედეთ და ტრანსფორმაცია გაიარეთ, ხო? ნუ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ რომ ახლა მე ნამდვილად ახლა ვერ გეტყვით, რომ აი კარტიც არ მეუბნება, აი მიიღე, ან პირიქით უარი უთხარი, აქ ეს არის უკვე ინდივიდუალური თქვენი გადასაწყვეტი, თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თქვენ ახლა რა დონეზე გიყვართ ადამიანი, რა დონეზე გჭირდებათ კიდე და რაღაც, მე უბრალოდ საერთო ენერგია გითხარით თქვენ, რაც ახლა აქ მუშაობთ, ნუ რასაც გვაჩვენეს რა, მაგრამ არჩევანს თქვენ მიიღეთ, იმიტომ რომ თქვენ არა ხართ ის ხალი, რომელსაც აქ რამე სახვეწნარე
არანაირი. თქვენ ხართ ძალიან ესეთი შემდგარი ქალი, თქვენ ხართ ქალი, რომელსაც იცის რა უნდა ამ ცხოვრებაში. უბრალოდ ასეთი რო ხართ, იმიტომ შევხვდით ამ ადამიანს და ხართ ჩააგდეთ ეს ადამიანი გაკვეთილში. გამიგეთ რა ხდება? და იმიტომ ახლა თქვენნაირი ქალის გამო, რო ხდება თქვენს ფას ეს ადამიანი და ხდება რომ ვერ გაძლევს იმას, რაც თქვენ გჭირდებათ, ეხლა აი ასეთ გზებზე ატარებენ მაღალი ძალები. ნუ გადალახავს, აქ ვაჩვენებენ რომ კი გადალახავს და კი მოვა და გამოჩნდება, მაგრამ უკვე მიიღოთ თუ არა, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ გადახედავთ, ეხლა მე საჯარო გაშლაში ახლა არ შემიძლია გითხრათ რომ არა, მოდი აირჩი და რაღაცა შანსი გინდათ მიეცეთ, მაგრამ ეგეც გააჩნია როგორ მოვა, რას გეტყვის თქვათ, ხო? და ასე შემდეგ, ახლა თქვენი გადასაწყვეტი მე რა თქმა უნდა გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ